საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი 31 დეკემბრის ღამეს ჯადოსნურ საახალწლო ღონისძიებად გადაიქცევა. Ყველა ერთად ახლა ახალ წელს სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეეგებება, იქ სადაც 34 დღეა უწყვეტად გრძელდება სახალხო პროტესტი. საზეიმო განწყობის მიუხედავად კი მოქალაქეებს არც მათი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლები ავიწყდებათ და არც მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. შეკრება რუსთაველზე ტრადიციულად 7 საათიდან დაიწყება, თუმცა კულმინაცია ცხადია ღამის 12 საათი იქნება. ახალ წელს ერთად შევხვდებით რუსთაველზე, მანამდე კი დეა მამისეიშვილი მოგვიყვება იმაზე, თუ რა გველოდება ამ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. ჯერ რუსთაველზე და მერე ვნახოთ ქართველი ხალხი ემზადება იმისთვის, რომ ისევ დაიკავოს დედაქალაქის მთავარი გამზირი და ქვეყანაში ძალიან დიდი წინასაახალწლო და თან საპროტესტო სამზადისია. ძალიან ბევრი აქტივობა დახვდებათ დღეს რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს. იქნება ასევე სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით მიმართვა, ასევე რამდენიმე მუსიკალური და ძალიან სიმბოლური ნომერი. ყველას მოაქვს ის, რაც შეუძლია და ერთმანეთს რასაკვირველია მომიტინგეები უკვე პროტესტის 34 დღეს, როდესაც ხვდებით ახალ წელს 2025 წელს, ისევ ხვდებით რუსთაველზე, მთავარ მონაკვეთზე, სადაც ისევ და ისევ გავაჟღერებთ მოთხოვნებს და ძალიან სიმბოლურია დღევანდელი შეკრება, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ქართველი ხალხის სიმრავლე, იმ ხალხის, რომელიც თვეზე მეტია იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და რომელიც ამბობს, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ახალი არჩევნები ქვეყანაში და ასევე აუცილებელი და გარდაუვალია ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება. მოკლედ ძალიან ბევრი რამ იგეგმება დღეს, თუმცა მოვლენებს არც მე გავუსწრებ წინ, ძალიან საინტერესო პერფორმანსები დახვდებათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოსულ ადამიანებს. ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდგნენ და იმისთვის, რომ მეტნაკლებად შექმნან განწყობა, თან პროტესტიც არ დაიკარგოს, მაგრამ ახალი წელიც ყველამ სიმბოლურად ერთად აღნიშნოს. ეს არის სახალხო აქცია, როგორც ყოველ დღე, ისევე გამოდივართ დღესაც საღამო დავიწყებთ შეკრებას და თუ რამე შეიძლება ჯადოსნურ დავარქვათ 12 საათზე ალბათ ყველა ერთად ჩავიფიქრებთ გამარჯვებას და აუცილებლად აგვიხდება ჩვენი ბრძოლის შედეგადაც აგვიხდება და უბრალოდ როგორც რიტუალი ძალიან მნიშვნელოვანია ერთად რომ რაღაცნაირად შევიკრიბოთ. ჩვენ ვართ ქვეყნის სამსახურში, დღეს ახალი წელიც არის, უბრალოდ ჩვენი სახლი არის რუსთაველი და ყველა ერთად მოვდივართ და რუსთაველზე ხვდებით ახალ წელს. ამ წუთას ჩვენ ქვეყანას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები ერთმანეთს გვერდით ვედგეთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაჩვენოთ რომ ძლიერები ვართ და გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთს პატივს ვცემთ. ახალი წელი ზუსტად ის დღეა, როცა შენ ოჯახთან ერთად ხვდები და მაშინ როცა ასეთი მძიმე სიტუაცია, ამდენი ადამიანია დაკავებული, ამდენი ადამიანი კარგავს სამსახურს, ამდენი ადამიანია ღირსება აყრილი, ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი ეს არის, ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის გადარჩენა შეგვიძლია. აქ მიდის ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის კულტურული, სოციალური და მათ შორის პოლიტიკური ცხოვრებაც და ეს ახლა ვერ შეწყდება პირიქით ახალი წლის ღამესაც, როგორც საკუთარ სახლში მაინც მოვა ყველა რუსთაველის გამზირზე და მეტიც მოვა რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ მართლა აქ იქნება ის ახალი წელი, რომელიც გვპირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დამთავრდება ეს რაღაცა იმპერიალისტური ჩაგვრა და ჩაგვრის და ძალმომრეობის კულტი და ჩვენ ყველა ერთად გათანასწორებულები, როგორც ამ რუსთაველის გამზირის პროტესტმა გაგვათანასწორა, დავიწყებთ ახალი საქართველოს მშენებლობას. იმ ადამიანებმა, ვინც აქ ერთმანეთის შევიძინეთ, ვინც გავხდით თანამებრძოლები, ვინც გავხდით ერთი ოჯახი, ამის საფიქსირებაა, რომ დღეს როგორც ოჯახი ერთად ხვდებით ისევ და ერთად ვატარებთ ამ ახალ წელს, რაღაც განსხვავებულ ახალ წელს, წინა წლებისგან განსხვავებულს, იმიტომ რომ თუ ხვდებოდით სახლებში და ოჯახებში და ვერ ხვდებოდით, ამ ახალ წელს მაინც ასე თუ ესე ექნება პროტესტის ფორმა და აქ უბრალოდ ერთად ვიდგებით ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთი 14 დღის განმავლობაში შევიძინეთ და ამიტომ აქ მნიშვნელოვანი რომ აქ ვიყოთ, ისევ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, ისევ თქვათ რომ უსამართლობაში ვცხოვრობთ. ეს იქნება საახალწლო პროტესტი, სადაც შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი. ერთი რაც აქვს ამ ყველაფერს, რომ პირადად მე სიმართლე გითხრათ, პირველად ხვდები გარეთ ახალ წელს იმ ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ძირითადად ხოლმე ჩემთან მოდიან, ან მე მივდივარ მათთან სახლში, ასე რომ ჩვენ გავაზიარებთ ერთმანეთთან ისევ იმ იმედს, რომელიც გვაქვს გამარჯვების, გავაზიარებთ
კერძებს, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და მეც წამოვიღებ სახლიდან აუცილებლად ჩემი მეუღლის გამზადებულ კერძებს, რა ვიცი, სხვებსაც ვთხოვ რომ წამოიღონ, იმიტომ რომ ერთგვარად რაღაცა საქველმოქმედო ამბავიც ექნება. აუცილებლად უნდა გამოვიდეს ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ჭირდება შველა, იმიტომ რომ საქართველო არის არალეგიტიმური რუსული გავლენის ქვეშ დღესდღეობით ძალიან. ვინც ამას ვერ ხედავს, ეს ძალიან სამწუხაროა და დღეს ისევე როგორც აქამდე იქნება ჩვეულებრივად საპროტესტო აქციის დღე. კულტურის სფეროს და მუსიკის სფეროს წარმომადგენლები ამ ყველაფერს გავაპროტესტებთ ისე და იმენით ვისაუბრებთ, რაენითაც ვსაუბრობთ. გავამხნევებთ შეკრებილ ადამიანებს. ჩვენ მუსიკოსებმა გადავწყვიტეთ, რომ პატარა სტეიჯი მოვაწყოთ, საიდანაც გავახმოვანებთ ზუსტად იგივეს გავახმოვანებთ, რასაც მთელი საქართველო ამბობს. ეს არ იქნება კონცერტი, ეს იქნება პროტესტის გამოხატვის ფორმა. ვიტყვით რისი თქმაც, რაც ყველამ უნდა თქვას აბსოლუტურად, რომ გვინდა ახალი არჩევნები და პირველ ყოვლისა ჩვენი ყველა მეგობარი, ვინც ახლა საპატიმროშია და საპრობილეშია, უნდა იყვნენ გარეთ, აუცილებლად უნდა გამოუშვათ, რაც შეიძლება მალე. მანამდე სანამ ისინი იქ არიან, ჩვენ აქ აღსანიშნავი არაფერი არ გვექნება და საკონცერტო. ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც საქართველოს შეხვდება საპროტესტო აქციაზე. დრო და კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი დღეს ერთად დგომა და ერთხმად კიდევ ერთხელ საკუთარი სათქმელის გაჟღერება. ქართველი ხალხი არის აბსოლუტურად ერთსულოვანი და გამარჯვება რომ ძალიან ახლოსა, ამას ცხადყოფს ბოლო დროს განვითარებული პროცესები, მათ შორის რეჟიმის სახე და რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები. მოკლედ 7 საათიდან იწყება შეკრება რუსთაველზე. დღეს ხალხმრავლობა დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე ნამდვილად იქნება, რასაკვირველია, მეც მივემართები რუსთაველის გამზირისკენ, საიდანაც უკვე ღამის მთავარი საგანგებო ეთერს შემოგთავაზებთ. შევხვდებით რუსთაველზე.